მოლა ნასრედინი. ჭამე, ჩემო ჩოხავ. ერთხელ მოლა ნასრედინი დიდ წვეულებაზე დაპატიჟეს. მოლა იქ პირდაპირ სამუშაოდან მივიდა. ძველი, გაცვეთილი და მტვრიანი ტანსაცმლით. მასპინძლება ზედ არ შეხედეს, არც კი მიესალმნენ და სუფრის ყველაზე ბოლო ბნელ კუთხეში დასვეს. არავინ მიაწოდა კერძი და არც ღვინო ჩამოუსხეს. მოლა ჩუმად წამოდგა, შინ გაიქცა. თავისი საუკეთესო ოქრომკედით ნაქარგი ჩოხა ჩაიცვა, ძვირფასი ქუდი დაიხურა და წვეულებაზე დაბრუნდა. ამჯერად მასპინძლები კარებთანვე შეეგებნენ, დიდი პატივით სუფრის თავში დასვეს და საუკეთესო კერძები წინ დაულაგეს. მოლა მაიღო სავსე კოზი, მიიტანა თავის ძვირფას ჩოხასთან და უთხრა: ჭამე, ჩემო ჩოხავ, ჭამე. სტუმრები გაოცდნენ. მოლა, გაგიჟდი, ჩოხა საჭმელს როგორ შეჭამსო? მოლამ კი მშვიდად უპასუხა: რატომ გიკვირთ? მე რომ მოვედი, საჭმელი არავინ მომცა. როგორც კი ამ ჩოხამ შემოაღო კარი, მაშინვე აივსო სუფრა ნუგბარით. გამოდის რომ ამ კერძებს მე კი არა, ჩემს ჩოხას აჭმევთ. და ხოდა, ჭამოსო. ამ ამბიდან მოდის ყველაზე გავრცელებული ქართული გამოთქმა. კაცს სამოსით ხვდებიან და ჭკუით აცილებენო. მორალი. საზოგადოება ხშირად ზედაპირულია. ადამიანები ხშირად იმის მიხედვით გვსჯიან, თუ რა გვაცვია და არა იმის მიხედვით, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ეს ამბავი ამხელს მასპინძლების ფარისევლობას. მათ პატივისცეს არა სტუმარს, არამედ მის ძვირფას სამოს. მოლამ დაანახა მათ, რომ მათი მასპინძლობა იყო ყალბი. მეტი საინტერესო ისტორიისთვის გთხოვთ გამოიწეროთ არხი.